ახლა შემოგვიერთდება ჩვენი ერთგული მეგობარი, ჩვენი ერთგული რესპონდენტი ირინე აღაპიშვილი, ჩინური მეტაფიზიკის ექსპერტი, რომელმაც ძალიან საინტერესო თემა მოიტანა. როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია და როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული ამ ეს ემოციები როგორ უნდა მართოთ, ესეთ რამე შეიძლება მომეხმაროს ამაში. არა, არ გვინდა შენი ემოციები, მაგრამ ნახე ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ვიცი ჩემს გარშემო, რომლის თავარი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ვერ გაიგეს რა უნდა რა მართულებით წავიდეს. ზოგს ძალიან ბევრი მიმართულება აქვს ცხოვრებაში, ინტერესების სფეროები და ამიტომ ვერ ყალიბდება. ზოგს საერთოდ არ აქვს და დადის ესე დაკარგული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. კი ბატონო, მეც მაინტერესებს ძალიან. სხვათაშორის მე ბავშვობიდან ვიცოდი, რაც მინდოდა. არა, მეც ვიცოდი, მაგრამ კიდე სხვა მიმართულებებმა გინდა როგორ ბრძანდებით კარგად, მე როგორ ხარ? გრამაზები ხარ? გაზაფხული მთავრდება და ზაფხული შემოდის. თავად გაზაფხული ბრძანდები დღეს. დიდი მადლობა. აი, თულია არ დაგეთან. აი, ეს კომპლიმენტი. შესაბამისად, თქვენ ძალიან ლამაზად გამოიყურებით და დიდი მადლობა მობრძანების. გაიხარეთ, დიდი მადლობა. სტუმარი ბრძანდებით, ერთგული სტუმარი, ხო, კარგი ახალი პროფესია. კი. ჰეშტეგად ავტვირთავ ამ ვიდეოს. მე მგონი ჩვენ ნომინაცია უნდა გავაკეთოთ და ეს რაღაცა ლოგოები უნდა ვაჩუქოთ ერთგულ სტუმრებს. თქვენთან ვარ გულით სულით. გამარჯობა ხალხო დილამდებისა. ჩვენს მთავარ შეკითხვებზე, ანუ პროფესიის არჩევის პრობლემა. სხვათაშორის ბოლო პერიოდია ძალიან მაწუხებს. კი, საინტერესო კითხვა ძალიან არის კიდევაც და პლუს დღევანდელი დღე ისეთია, რომ ქართული პოლიციის დღე არის და მინდა მოგილოცოთ აუცილებლად ჩვენს ყველას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ამ პროფესიაში არის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ჩინური მეტაფიზიკის გადმოსახედიდანაც ძალიან საინტერესო რუკები არის ხოლმე ისეთ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ ამ პროფესიაში არის, ან ძალოვან სტრუქტურებში, ან 112-ის მსგავსი, აი 911 და რაღაცა მაშველის მიმართულებით, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანი ასეთ პროფესიაში დამეთანხმებით ნამდვილად ვერ მოხდება და რუკაშიც არის ელემენტები და ოპერატორები, ცოტა ისე ჟღერს ძალიან თქვა თუ არა, შეიძლება შევაშინო ვიღაცა. ესე ქვია, რომ სიკვდილის კარიბჭე ერთ-ერთი ელემენტი არის, რომელსაც როგორც კი ვხედავთ რუკაში ძალიან იშვიათია, ხშირად არ არის და 99%-ში ზუსტად იმ ადამიანების რუკაში არის, რომელიც ასეთ სტრუქტურებში მუშაობს და ყოველ დღიურობაში იღებს თავის თავზე ამ ხელაპასუხისგებლობას, რომ აი გადაწყვიტოს ეს სიკვდილის სიცოცხლის საკითხი და ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ქართული პოლიციის დღეს და დიდი მადლობა. როგორი ამომწურავი იყო ეს მართლა ესეთია და პროფესიას თვითონ რაც ეხება კი ხშირია გეთანხმები ძალიან, იმიტომ რომ იცვლება, გარემოება იცვლება, აქამდე თუ მაგალითად იურისტი იყოს ისეთი, აი ნუ აღარ გავაგრძელებ ის მოდური აღარ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხო კი, მაგრამ ეხა სულ სხვა არის, ეს ფრილანსერი, ანუ ონლაინ მუშაობა, დიზაინერობა და IT-ზე აღარ მაქვს საუბარი, IT-ზე ვისაუბრეთ კიდე იანვარში, იმიტომ რომ 2023 წელი ზუსტად ტრენდული არის ამ მიმართულებით და ბევრი ახალგაზრდა მათ შორის როცა აი ამ კითხვაზე იწყებს მუშაობას ძალიან კარგი იქნება თუ მაგალითად კონსულტაციაზე აუცილებლად ჩაეწერება. სადღაც ამოვიკითხე რომ თანამედროვე მიდგომა ბავშვებთან. არავითარ შემთხვევაში თურმე არ უნდა კითხო ვინ გინდა რომ გამოხვიდე. კითხვა უნდა იყოს ასე დასმული. რითი გინდა დაეხმარო შენს პლანეტას? ეგ არ გამიგია სხვათა შორის ძალიან კარგია. ეს არის განსაზღვრული და ის დაიწყებს მერე მოყოლას, აი რითი შეუძლია რომ დაეხმარო, აი როგორ ხედავს საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე დაახლოებით მიხვდები რა მიმართულება აქვს. გადასარევი, აი ეს კითხვა მართლა არ შემხვედრია არსად რომ პლანეტასაც შეგიძლია დაეხმარო, როგორ შეგიძლია დაეხმარო და სად ხედავს შენ თავს, მაგრამ არის ესეთი მიდგომა და ჩვენთანაც არის და NLP-შიც არის და ბევრი მიმართულებაში, აქ უკვე მარტო ჩინურ მეტაფიზიკაზე არ არის საუბარი. კითხვა ისეთია, პატარებს ეხება, დიდებსაც ეხება და მეც ხანდახან რო ვჯდები და რაღაცა აი მინდა ჩამოყალიბდე, ან შევცვალო, ან გზაჯვარედინია და რა გზით წავიდე, კითხვა ესეთია. ირინა, ანუ სულ ერთია მიმართოთ, თქვათ, ირინას მიმართოთ ამ შემთხვევაში და აი ამას გააგრძელებ და გააკეთებ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფინანსური დაინტერესება არ იქნება. ანუ ეს მიმართულება ფულს არ მოინტას, მაგრამ გააგრძელებ, გინდა შენ თავს აი ხედავ მაგდენი ენთუზიაზმი გააქვს.
აქვს თუ არა. ენერგიას გაძლევს გამაჟრიალ კიდევაც, იმიტომ რომ მართლა ცოტა რთულია ამაზე პასუხი, მაგრამ რეალურად ეგრე. აი თქვენც რომ თქვენ თავს დაუსვათ ეს კითხვა, აი ამ საქმეს გავაგრძელებ. ხო, საკუთარ თავს და ზუსტად ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში ჩემი პროფესიით ბევრ ფულს ვერ ვიშოვიდი, მაგრამ მაინც ავირჩიე, იმიტომ რომ გრძნობდი შინაგანად რომ ეს იყო ჩემი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მე თავს გავართმევდი. კი, და ისე პროფესიაზე თუ ვისაუბრეთ, სანამ გადავალთ ძირითად თემაზე დღევანდელზე, იცით ბოლო ალბათ 15-20 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნომერ 1, ანუ ყველაზე პრიორიტეტული გარემო, რასაც აფასებს ადამიანი, არ არის ანაზღაურება და ხელფასი. სამსახურზე მაქვს საუბარი და პროფესია. პირველი არის ის, რამდენად საჭირო ადგილას არის ის ადამიანი და რამდენად ის საქმე, რომელსაც აკეთებს, დაუფასდება, მოდით ესე ვთქვათ, როგორც კოლექტივში, ასევე აი გარე. რა შედეგი საზოგადო, აი რა შედეგი დაიდება, რომ დაფასებაზეც ხო არ არის, მე ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს ვიცნობ თავის პროფესიაში, რომელიც უკმაყოფილოა, უბედურია და თვლის რომ არა, ეს ნამდვილად არ იყო ის საქმე, რომელიც მე უნდა მეკეთებინა, არა და კარგად გამოსდეს. რთულია ეს ძალიან, იმიტომ რომ მოდი ბედნიერება დავარქვათ, ეს ბედნიერების ჰორმონი თუ არ მოაქვს იმ საქმეს, თულია რაღაცა, რომ გადალახო, ჯერ კიდე უნდა გადალახო, ესე იგი მინუსიდან ნოლამდე უნდა ახვიდე, რომ რაღაცა კიდე პოზიტივი გამოიყვება. აბა რა, ეს ცოტა ისეთია, მაგრამ ნუ შესაბამისად, კარგი, დღევანდელ დღეს მაინც რომ დაუბრუნდეთ და მე დასვენებაზე რომ ვისაუბროთ, კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ეხლა ისევ შეიცვლება ენერგიები, ისევ აი დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით მინდა თქვა, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მოუწევს ჩვენს პატივცემულ ძალოვან სტრუქტურებს და პოლიციას მუშაობა, რა განხრით ეხლა, ჭარბობს ძალიან ექსტრემალურად ძლიერი არის ცეცხლი და ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, ივნისის თვეში ემოციები, აი ეს მოძრაობა, საჭესთან ვინც ვარ ძალიან ფრთხილად გეხვეწებით, ყველას გვეხება აბსოლუტურად. მესამე არის რეალურად ცეცხლი, ეს ხანძარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ცეცხლთან დაკავშირებული ესეთი არაკონტროლირებადი მოძრაობა, ანუ ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ გავიგებთ ბევრ ისეთ ნიუს და გარდა ამისა კიდე უკვე ბუნებას რაც ეხება და პლანეტას, ეს არის ვულკანები. გავიგებთ კიდევაც ნიუსებს. აი მაგენი გაგვაკლია რა. კი, მართლა გვაკლია, ასე ვთქვათ, მაგრამ გავიგებთ. ეს გარდაუვალია სამწუხაროდ ჩვენზე არ არის. დავიმახსოვროთ ეს ამბავი, ივნისის თვეში არის ეს კატასტროფულად, აი ძალიან ექსტრემალურად აქტუალური თემა ცეცხლი, სახლშიც ელემენტარულად აი გასქურა, უთო, სახლიდან რო გავდივართ, თუ ეჭვი შეგეპარა, გადავამოწმოთ რა მეორეთ, რომ თავი ასე ვთქვათ. ცეცხლის სტიქია ვარ და რაღაც საეჭვოთ საეჭვო ეფორიებში ვარ. მომზადებულად იყო. ცეცხლი და მე ნავთი. მოდით ახლა გადახალისოთ და მოდით დავისვენოთ. დღევანდელი თემა იყო ჩვენი, როგორ დავისვენოთ, ხო სწორია, თან არის 21 როგორ დავისვენოთ არის? არა, როგორ დავისვენოთ არის? იმის სხვა გადაცემაში ხარ? სხვა გადაცემაში ვარ, მაშინ კითხეთ და გავაგრძელებ. მე ბოლო დღეა და ზაფხულის პირველი დღე. როგორ გავირჩიოთ პროფესია და როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული მასში. კი, ეს აუცილებლად. ეგ პირველი ნაწილი, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, მეორე ნაწილიც გვაქვს? მეორე ნაწილიც გვაქვს. გეტყვი რატო გვაქვს მეორე ნაწილი, იმიტომ რომ ხვალ პირველი ივნისი დღეს ხო არის ქართული პოლიციის დღე და ყველას მიულოცეთ კიდევაც და ბავშვთა დღე და გარდა ამისა იწყება ზაფხული. აბა რა, ჩინური მეტაფიზიკის გადმოსახედიდან არა, იმიტომ რომ დიდი ხანია დაწყებული და უკვე შემოდგომაში შემოვდივართ ნელ-ნელა და მაგრამ ნუ ბუნებრივად ესე ვიცით რომ პირველი ივნისი არის ზაფხული და ყველას მე მგონი დამეთანხმებით რომ აი როგორ დავგეგმო შვებულება, სად წავიდე, როგორ დავისვენო და ასე მიყვარს ეგ თემა ძალიან იქანე დავიდე არ მიმიღონ, აქანე წამეხო დაახლოებით ეგ. მაგრამ დღეს იცით რაზე მინდა გესაუბროთ და პლუს კიდე მაყურებელსაც გავუზიარო ეს გამოცდილება და ჩვენი ხრიკები პატარა. მინდა კითხოთ, აი ბოლოს რო დაისვენეთ, ხომ არ გქონდათ ეგეთი შეგრძნება რომ აი მე დავიღალე. დავისვენე კი არა და ტელეფონი არ გაჩერდა. ის გასაკეთებელი რაღაცეები თავში რომ მქონდა გადადებული, დამტანჯა და ვერ გამორთეგონება. აღარ გავაგრძელებ ამ სიას, იმიტომ რომ მინდა დადებიძე გადავიდე. მოკლედ, აი ამ ყველაფერს რომ ასე ვთქვათ, ვეომოთ არ მინდა, მაგრამ შევეწინააღმდეგოთ. აი რავი, რაღაცა კაი სიტყვა მინდა თქვა, რომ დადებითში გადავიყვანო. სამი რაღაცა არის აი აქედან, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და გეტყვით ახლა მე მაგალითად რასაც ვაკეთებ და ბოლო ტენდენციები რა არის, იმიტომ რომ ეს სტრესი მუდმივი
გრძელდება და არის კიდევაც და რაღაცა ხრიკები უნდა გქონდეს ჩვენ და ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ და ვიქნებით ლაღად და დავისვენებთ და პირველი რა არის სტრესი? აი ხო ვიცი რომ ნერვოზი სტრესი. პირველ რიგში რა არის ეს სტრესი? ხო უნდა ვიცოდეთ ვის აი საპირისპიროდ ვინ არის იქით ამ ხარეს რომ შესაბამისად ჩამოვყალიბდეთ ვინ არის და შემდგომ უკვე ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. სტრესი არაფერი არის გარდა ამისა რომ იმ ამოცანების ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ ვერევით. აი მაგ დროს მოდის სტუმრად ჩვენთან სტრესი, იმიტომ რომ ორგანის სტუმრად დაუპატიჟებელი სტუმარი. დავკნათ. აი მართლა სტუმარი არის. კი, მართლა ეგრეა და ოღონდ ისე ოკუპანტს უფრო დავარქმევთ. გეთანხმები. გეთანხმები აბსოლუტურად. ასე რომ ეს მომენტია, როცა ჩვენ უკვე ფიზიკურადაც, ემოციური ფონიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფიზიკურად გავუმკლავდეთ აი ამ როგორ ამოცანების ჩამონათვალს, რომელიც არის აი გასაკეთებელია ხვალ ზეგ მაზეგ წერთ ვაკეთებ და მაინც გადადის კიდე რაღაცა ხვალინდელზე და ზეგინდელზე. მაგრამ კიდე ორი რაღაცა არის, რაც მინდა გაგიზიაროთ და ზუსტად ბოლო 6-10 წლის ტენდენცია არის. პირველი არის ეგრეთ წოდებული, ახლა ინგლისური სიტყვა უნდა გამოვიყენო, მაგრამ გავშიფრავ ქართულად. პირველი არის doom scrolling-ი შედგება ორი სიტყვისგან, scrolling-ი ვიცით რომ ჩასკროლინგი და doom არის როგორ იცით, აი ბედის წერა, ოღონდ ნეგატიური შინაარსო, აი რაღაცა ცუდის მოლოდინში რო ხარ და ეგ ვეხება ყველას აბსოლუტურად და არის კონკრეტულად ეს მომენტი რომ ტელეფონში ვართ და გადის არა 2 წუთი, არამედ შეიძლება 2 საათი ისე გავიდეს და ვერც მიხვდე ჩვენ რომ სად არის ეს დრო და რას ვაკეთებ. აი ეს doom scrolling-ი და განსაკუთრებით ნეგატიური სიახლეების და ნიუსების გაცნობა და გაოზიარება და ამ ემოციების გაუკონტროლებელი რაღაც აღმოფრქვა და ასე შემდეგ ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე და ამ დროს სტუმრად ხო ყავს ის ვაჟბატონი სტრესი. პლუს კიდე ეს doom scrolling-ი ზემოდან და ამას კიდე ემატება ერთი რაღაც სიახლოვე არ არის და ვერ იპოვი უარყოფით. ვერ როგორც კი გახსნი, ხანდახან ისია რომ გახსნი და დახურა. 1-2 და მე ნამდვილად აუცილებელია გაფილტრა იმისი, რასაც ვიღებთ. საკვები იქნება, რასაც ვხედავთ, რასაც ვუსმენთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და გავაკეთოთ არჩევანი, რა გვინდა ჩვენი ცხოვრებისთვის. კი ბატონო. რომ გეთანხმები აბსოლუტურად არის საზღვარი. აი ეს არის doom scrolling-ი და მესამე აქედან რაც გამოდის, ისევ კიდე ერთი ინგლისური სიტყვა უნდა ვიხმარო და გავშიფრავთ. ეს არის ფუტურო შოკი. სიტყვა ორია, შოკი ვიცით, შოკია და ფუტურო არის future, ანუ მომავლის შოკი, მომავლის შიში. რატომ? 99%-ში ახლა დაფიქრდით თქვენც და მე მიპასუხეთ ეგრეა თუ არა. არის უიმედობა. შიშობთ და გვეშინია ისეთი რაღაცების, რაც ახლოში კი არ ხდება და ფიქრობთ, ვაიმე, ეს თუ მოხდება, მაშინ რა იქნება? ის თუ მოხდება, ის შეიძლება მოხდეს, შეიძლება არც მოხდეს მომავალში და მოდი არც ყოზე ვისაუბროთ, რატო დავიხარჯო, რატო მივცე ჩემი ენერგია, რატო დაიძრგუნო თავი, რატო, აი ეგ არის სამი რაღაცა, სტრესი, აი ეს doom scrolling-ი ბოლო ტენდენცია არის, იმიტომ რომ იმ ნეგატივში, იცით რამდენი ადამიანი მოდის იმ პრობლემით, რომ ჩადის ამ ნეგატივში და ვეღარ ამოყავს თავისი თავი, იმიტომ რომ მიჩვეულია და დამოკიდებულია უკვე ნეგატიურ ნიუსებზე. და ეს თუ არ ჩასკროლა და არ დასკროლა, ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ რეალურად ზიანს უყენებს თავის ორგანიზმს და ენერგიას. და მოკლედ, ამას როგორ უნდა ებრძოლოს, მაშინ ეგ უნდა ვთქვათ. ეს თქვენი სტუმრობა ჩვენთან ტელევიზიაში და ზოგადად ტელევიზიაში, ამდენი ფსიქოლოგების და მოკლედ ცოდნების მოწვევა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ და აი პატარა მინიშნებები მივცეთ ადამიანებს, რომ სხვა ვერსიებიც არსებობს, რომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რომ უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის. ასე ერთ დღეში არ ხდება, რომ მოდი მე გადავწყვიტავ დღეს, რომ აწმყოთი ვიცხოვრებ და თავისით შეიცვლება წარსული და scrolling-ი და მოვერები რაღაცას, ხო? ეს ასე არ ხდება და ძალიან დიდი მადლობა ამდენი ინფორმაციისთვის. გაიხარეთ ხახტო. ერთი ფრაზით მინდა დავამთავროთ დღევანდელი ეთერი, რომ მიყვარს ეგ ფრაზა ძალიან და ამბობენ რომ დაასვენე ფიქრები და შენც დაისვენებ. ასე რომ კაი დაასვენე ფიქრები უკეთესად იქნები. გისურვებთ და აი შვებულების დაგეგმარების დროს აუცილებლად დოზირებული ინფორმაცია, ცოტა კარგი პოზიტიური ეგოიზმი და
სიყვარული. აუ პოზიტიური ეგოიზმი. პოზიტიური ეგოიზმი არის იდეა. მომავალი ეთერის თემა ხო არ დავნიშნოთ. იმდენ თემებს გვიტოვებთ ხოლმე, რომ იმიტომ გეპატიშებით ასე ხშირად. დიდი მადლობა. თქვენს ასევე. მოგზაურობისთვის.